გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შეხვედრები დაიწყო. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუკუზაანში, ზეგაანში, ველისციხესა და ახაშენში მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. სოფელმა პრიორიტეტები ერთად განიხილა და პროექტებიც შეარჩია. სოფლის პროგრამით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და თითოეულ სოფელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10,000-დან 20,000 ლარამდე მოხმარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა აქტიურად მიმდინარეობს. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 520,000 ლარია გამოყოფილი ამ პროგრამის ფარგლებში. სასიხარულოა, რომ მოსახლეობა აქტიურად ერთვება წინასწარ დაგეგმილ სოფლის შეკრებებს. პრიორიტეტები ისევ და ისევ გამოყოფილია სავარჯიშო სივრცეების მხრივ, მინიმუმედნების მშენებლობის და რეაბილიტაციის მხრივ, ბავშვთა გასართობის სივრცეების მხრივ, ასევე წყალანირების სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ, გზების რეაბილიტაციების მცირე სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ზუსტად ის პროექტები განხორციელდება, რომლებიც თითოეული სოფლების საჭიროებებზე იქნება მორგებული. გამოიკვეთა რამოდენიმე პრიორიტეტი, რომელიც სოფელს სჭირდება, ახალგაზრდებს სჭირდება, მოსახლეობას სჭირდება. ჩვენ მოითხოვეთ სკვერის გახსნა, ჩვენ გვყავდა ბატონი გოგი მაჩხაშვილის საუკეთესო ქართველი, ნამდვილად ყველას რო გული შეგვტკივა და გვინდა რომ სკვერი გავაკეთოთ. მის სახელობის სკვერი გავაკეთოთ. დანარჩენი თუ მის მიხედვით როგორი იქნება და თუ რამე დაგვრჩება ისეთი, რასაც ჩვენ მთავრობა გვერდში დაგვიდგება და გამოგვიყოფს თანხას, არის შემდეგი საკითხები, რომელიც აი სანიაღვრე გზების მოწესრიგება, ვენახებთან მისასვლელი, სავარგულებთან მისასვლელი ადგილების მოწესრიგება და ეს რამოდენიმე 4 საკითხი არის, რომელსაც შეგვპირდნენ, რომ ძალიან გვერდში დაგვიდგებიან. ჩვენი სოფლისთვის აი ქვემოთ ჩარჩანს რომ ეძახიან, ძალიან ბავშვებს ასჭირდებათ სპორტული მოედანი და უეჭველი მინდა რომ გაკეთდეს. ბავშვები იტანჯებიან, რავი, ხან სადათამაშობენ აი ქუჩებში, მიარტყავენ ბურთს რამე და აუცილებლად აქ გთხოვთ რომ გააკეთოთ ეგ არის ჩვენი ეს პრობლემა. ჩვენი ბავშვებისთვის თორე ჩვენ ყველაფერზე მადლობლები ვართ, თუ წყალი რამე ყველაფერი გვაქვს. ყველაფერი გაზიც არის, ყველაფერი დანარჩენი. ხო და რაც თუ პატარა ადგილიც იქნება და ისე რომ სკვერის გაკეთდეს, ეგეც ძალიან კარგი იქნება. ხალხს მოსასვენებელი ადგილი ექნება საღამოობით მაინც. ეკლესია ბარბარე არის, საერთოდ ქვემოდან ვიწრო ქუჩა, დასახლება არის, უბანია ჩვეულებრივი ქუჩა. და აი წვიმა როგორც მოდის უკვე აი გარეთ ვეღარ გამოვდივართ. იმ მთელი დარღვევული წყალი მოდის გზაზე და თუ შეიძლება ღვარსადენი რაღაც გაკეთდეს, ძალიან მხარეს მაინც რომ ის წყალი წავიდეს ამ იმაზე და ქვევითაც სადაც ეს წყალი მიდის შეწუხებულია ხალხი. ეზოში შედის ქვემოთან ჯვარედინა არის და იქ ქვემოთ მოსახლეობის ეზოში შედის და ხო შეიძლება რომ მას მიეცეს ის სათანადოდ ღვარსადენის მიმართულება, რომ იმ წყალმა არავინ არ შეაწუხოს.